პროდასავლური პარტიების შტაბში ახლა საგანგებო განცხადება კეთდება, მოვუსმინოთ რა აქვთ სათქმელი ოპოზიციაში. ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მიერ გრძელდება თავისუფალი და მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებების ფუნდამენტური რღვევა, რაც გამოიხატება როგორც აზრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევაში, ასევე სამართლიანი სასამართლოს ჯანმრთელობის უფლების რომ არ დაექვემდებაროს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. დღეს ჩვენ გვაქვს მონაცემი, რომლის ფარგლებშიც 400-ზე მეტი ადამიანი არის დაკავებული, აქედან 30-ზე მეტი სისხლისამართლებრივი წესით არის დაკავებული და უდიდესი მათგანი იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ამ ვითარებაში ჩვენი მხრიდან ხდება ინფორმაციის მტკიცებულებების შეგროვება, გვაქვს შესაბამისი რეესტრი და ასე ვთქვათ, დაჩქარებული წესით მზადდება მტკიცებულებები იმისათვის, რომ გაეგზავნოთ საერთაშორისო პარტნიორებს და გამოყენებული იქნას ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რათა ადამიანის უფლებები და მოქალაქეები იყვნენ დაცული. ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ ყველამ, რომ ამ ფოტოზე ყველა ადამიანი დაზარალებული არ არის, ათეულობით ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს უტოლდება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას და დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ერთი ადამიანიც კი დასჯილი არ ყავს და მე პირდაპირ შემიძლია აი ამ მოძალადეებს უთხრა, რომ მათ დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს და აუცილებლად საქართველოშიც დაიჯებიან, მაგრამ ასევე ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველა მტკიცებულება მივაწოდოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ყველა ვნახოს ამ მოძალადების სახელი და გვარები. ვინაიდან რუსულმა თვითმარქვია რეჟიმმა გააჩერა საქართველოში კანონის და კონსტიტუციის მოქმედება და უმოწყალოდ ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ჩადენილი არის წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთი უმძიმესი ფაქტი. მანამ, სანამ ამ ქვეყანაში კანონი აღარ კანონობს, ჩვენ გადავწყვიტეთ და 4 პროდასავლური პოლიტიკური ძალის ერთობლივი ძალისხმევით დღეს მივმართავთ ევროსაბჭოს და გაეროს შესაბამის მექანიზმებს, რომლებიც სწორედ წამების და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე რეაგირების მანდატით არიან აღჭურვილი. თვითმარქვია რეჟიმს შესაძლოა დღეს აქვს ძალა, რომ გააჩეროს საქართველოში კანონის და კონსტიტუციის მოქმედება, მაგრამ მათ ნამდვილად არ აქვს ძალა, რომ გააჩერონ საერთაშორისო მექანიზმები და გააჩერონ საერთაშორისო სამართალი. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ სწორედ საერთაშორისო მექანიზმებს იმისათვის, რომ დავიცვათ საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლება მოძალადე თვითმარქვია ხელისუფლებისგან და მას შემდეგ, რაც ჩატარდება ახალი არჩევნები და აღსდგება ამ ქვეყანაში ქართული კანონის და ქართული კონსტიტუციის მოქმედება, თითოეული მოძალადე ქართული მართლმსაჯულების წინაშეც აგებს პასუხს. ფაქტებზე ინფორმაციას ოპოზიცია გადაუგზავნის ევროსაბჭოს და გაეროს. ეს იყო ჩართვა პროდასავლური პარტიების ერთიანი შტაბიდან.